გამარჯობა მეგობრებო, ეს მარტოობის წუთებია. დღეს ჩემთვის კიდე ჩემი სტუმარია. ბატონი ერეკლეშვანია, რომელიც არის ძალიან საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანი. ძალიან ბევრმა თქვენგანმა იცის მის შესახებ, რა თქმა უნდა. მაგრამ ალბათ ბევრს გაქვთ შეკითხვები და რაღაცა ოდნავ უფრო რაღაც საკითხების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაც ალბათ. მაგრამ მე არ ვარ ეგეთი, მე ყოველთვის მიჯერ არის წარმოდგენად შეიძლება. მადლობა რომ მოხვედით დღეს ჩემთან სტუმრად. პირველი შეკითხვა იქნება ჩემი თემატიკიდან გამომდინარე. ვინ ხართ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით? ბოლო ხან საკუთარ თავთან მარტო არ რჩები პრაქტიკულად, ეს ხალხი ყავს, რომელსაც რაღაცა პრობლემები აქვს და ეს პრობლემები დაკავშირებული კრიზისულ პერიოდთან და როცა იშვიათად გამოინახება რაღაც წუთები მარტოობის, თავშევად ადამიანი ვარ ჩვეულებრივი, რომელსაც უნდა დასვენება, მოფერება, ურთიერთობა და ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, რომელსაც არაფერი განსაკუთრებული. როგორ მიხვედით თქვენს პროფესიამდე? თქვენ ხართ ანომალური მოვლენების მკვლევარი. ხო, ეს ერთ-ერთი ჩემი პროფესია, თვითონ ეს ოჯახური ტრადიცია გარკვეული, ადამიანის და გარემოს ურთიერთობის თემატიკა. მესამე თაობა, რაც მას მიუყვებით, დაწყებული ბაბუისგან, რომელიც იკვლევდა ადამიანის და ბუნების გავლენას ერთმანეთზე. მერე მამა და ბიძა, მამა ფიზიკოსი იყო, ბიძა ბიოქიმიკოსი, ბიძა უფრო მატერიალისტური მეცნიერების წარმომადგენელი იყო. მამა როგორც ფიზიკა, ასევე არატრადიციული მეცნიერები, როგორც არის, დაუშვათ იგივე გარემოში ცვლილებების, დიაგნოსტირება გაზომვა. და ამისთვის სხვა უძველესი თუნდაც მეთოდების გამოყენება, თუ ვიცით, ჩვენ წინაპრები წყალს ეძებდნენ, მაგალითად ვაზის რტოთი და დივაინინგი ქვია ამას ინგლისურად. ეხლა გეოლოგები ამას აღარ მიმართებენ, მაგრამ ზოგადად ეს არის მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა უძველეს დროიდან ეკლესიების სამშენებლოდ, წყლის მოსაძიებლად, სხვა კომფორტული ზონების მოსაძიებლად, ან წმინდა ადგილების, სადაც მე ამას იყენებდნენ და აი მის შეთავსებით ახალი მეცნიერების და კლასიკურის და ესე ძველი ცოდნით აი ამ საქმეს მიუყვებოდა. მე უკვე მესამე თაობა, რომელიც უფრო ორიენტირებული ვარ საზოგადოებრივი კრიზისები, როცა მოდის ხო წინასწარ იწყება არეულობა, ესე ვთქვათ, გარკვეული ანომალიები, ახლა პარანორმალურ მოვლენებს ვეძახით ხოლმე, ეს იმატებს ხოლმე და ეს როგორც წესი მომასწავლებელია დიდი ცვლილებების და ამ ცვლილებების მზაობა, ცვლილებების რაღაც გარკვეული კრიზისების გადატანა ამაში შეშველება ხალხისთვის და ნაუშად სახელმწიფოსთვის და ესეთი საქმე მაქვს, რომ როცა დაუშვათ ჩვეულებრივი პერიოდია, მაშინ ამ ანომალიების გამოჩენას, ასე ვთქვათ, ვიკვლევთ. ვიზენ დაუშვათ ეს საქართველოს შემთხვევაში 2017 წლამდე, მაგალითად, სხვადასხვა რეგიონში დაწყებული მასიური კონტაქტები რაღაც არამიწიერთან ან შეუცნობელთან და მე უკვე აქეთ ინფორმაციის მოძიება დაუშვათ რა კრიზისი, რა ტიპის კრიზისი მოდის, ეს კრიზისი იქნება რეგიონალური თვალსაზრისით, იქნება მცირე თუ იქნება დაუშვათ დიდი მსოფლიო კრიზისი და იქიდან გამომდინარე ეს შეხვედრები არის ძირითადად ადამიანებთან, რომელიც თვითმხილველები გახდნენ რამე ამოუცნობი მოვლენის დაწყებული ციდან რაღაცაცაში რაღაც დაფრინავდა და დამთავრებული მათ ოჯახებში და პირადად მათ რაღაც ნიჭები და უნარები ახსნება. აქედან გამომდინარე ამ ინფორმაციის შეგროვებით გვაქვს ხოლმე საშუალება, რომ რაღაცა მომავლის პროგნოზირება გავაკეთოთ და როცა უკვე კრიზისი მოდის, საზოგადოება მეტად შევამზადოთ, რომ რაღაცა საზოგადოებამ არ რაღაც შიში არ ჩავარდეს რაღაც უბედურებაში და აი ამ კრიზისების მოსვლის დროს ეს არ არის დაუშვათ ერთი რაღაცა პრობლემატიკა მოსული. ეს არის როგორც წესი, აი ამას მეტაფორულად აპოკალიფტურ ხედარს ვეძახით, როცა მოდის მაგალითად ავადმყოფობა, მოდის ომის პერიოდი, მოდის შიმშილის, მოდის კატასტროფების პერიოდი და კაცობრიობამ აქ არ შეწყვიტოს ცხოვრება და რო არ შეწყვიტოს გამრავლება და არ გადაჯიშდეს, არ დაერიოს ერთმანეთს. რა არის გასაკეთებელი, რა დაუშვათ მას შესთავაზოს საზოგადოებას, თერმი ამ ინფორმაციის წინასწარ შემზადება, რომ მე ეს 10 წლიანი დაუშვათ კრიზისული პერიოდი, რომელიც დადგება ამ 10 წლიანი პერიოდის დროს გადავრჩეთ, დაუშვათ არ დავჭამოთ ერთმანეთი, არ დავხოცოთ. ბოდიში რა გაწყვეტია, თქვენ წინასწარ იცით, მიახლოებით რამდენ ხანს გასტანს რაღაცა დაახლოებით, ხო, დაახლოებით არის კრიზისული ციკლები არის დედამიწაზე, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწა გადის რაღაც რთულ უბანს სამყაროსეულს და
აი ეს ლიუბონის გავლა დაახლოებით 10 წლიანი კრიზისია ხოლმე, მაგრამ თვითონ ეს ციკლურობა დაახლოებით 40 წლიანი, 45 წლიანი ციკლია, რომ როდესაც დედამიწა გადის რაღაც ახალ უბანს კოსმოსის და იქიდან გამომდინარე თუ რა ცვლილებებია, თუ რა გამოსხივებებია, რა წესები შემოდის და ასე შემდეგ, იქიდან გამომდინარე დედამიწა ხდება, ესე იგი მზადდება წინასწარ, მასზე ცხოვრება აქ რაც არის, მზადდება იმისთვის, რომ რაღაც პერიოდი გადალახოს, არა მოწყდეს აქ ცხოვრება და აქედან გარკვეული ძალები, რომლებიც არსებობენ სამყაროში, ზოგჯერ ზოგს არ ჯერა, მაგრამ ეს ძალები მფარველობენ დედამიწას და ამზადებენ წინასწარ. მაგალითისთვის არის, რომ დედამიწაზე ამ პერიოდში იწყებს, იღვიძებს რაღაც ნიჭიერების გამოღვიძება, მასიური იწყება. სხვადასხვა დარგში, თავს მასწავლებლები, გურუები, რა ვიცი, წმინდანები და ასე შემდეგ იღვიძებენ და მოქმედებენ თავთავის სოციუმზე. და ეს პროცესი რომ აი ითხოვს ძალიან დიდ ტრანსფორმაციას ადამიანის ტრანსფორმირებას და ამ ტრანსფორმირების დროს ის დაწყებული კვებიდან დამთავრებული რა ვიცი ნებისმიერი მიმართულებით ადამიანის ცხოველყოფილობის სიცვლება ადამიანი და ამ ცვლილებები რო არ იყოს მტკივნეული გარკვეული ცოდნით ჩვენ გარკვეულ ყლაპოთს ვაძლევთ ადამიანებს რომ ამ თავის ტრანსფორმაცია ნორმალურად გაიაროს და უკვე მერე გარემოზე იმოქმედონ დადებითად. და ეხლა მაგალითად აი ამ პერიოდში ძალიან რომ მომრავლდა ფსიქოლოგების რაოდენობა, ძალიან მომრავლდა ეზოთერიკები. მაგიტომ არის ეს პერიოდია. და რა პერიოდს გავდივართ? ხო, ზუსტად იმ კრიზისულ პერიოდს გავდივართ, შევდივარ ამ კრიზისული პერიოდის მზადება დაიწყო 2016-17 წლებში. 2020-ში დაიწყო უკვე კრიზისი, მსოფლიო კრიზისი დაიწყო 19-ში. ეს 2027 წლამდე მაინც გაგრძელდება და აი ამ პერიოდში საზოგადოება რო არ გადაიჭიახოს რაღაც რა მოხდეს და რო არ გაგიჟდეს არ დახოცონ ერთმანეთს ჯანყები და უბედურება არ იყოს და სულ შიშები და ასე შემდეგ. ამიტომ მათ ჭირდება ცოდნა გარკვეული და ამშვიდება ჭირდება განმუხტვა ჭირდება დაძაბულობის რომელიც ამ დროს დედამიწაზე საზოგადოებაში იქნება ხო გაგიგიათ რა შუმანის სკალა აიწია და ასე შემდეგ. ეს დედამიწის ეს გუგუნი გავარქვათ ეს ვიბრაცია მოქმედებს ადამიანზე საზოგადოებაზე. ადამიანის საზოგადოება მოქმედებს ისევ დედამიწაზე და ეს ჩაკეტილი წრე როცა ძალიან აღიგზნება ამაში რაღაც უბედურება გამოიწვიოს. როგორც არის ბუნებრივი კატაკლიზმები და აი ეს დაანჩენიოს თქვით. აქედან გამომდინარე ამათ შესამზადებლად რომ ეს განიმუხტოს და სწორედ იმართოს ადამიანებს ნიჭები უჩნდებათ გარკვეული მათ შორის ზოგიერთი ხდება ფსიქოლოგი, ზოგიერთი ეზოთერიკოსი, ზოგიერთი რაღაცა რელიგიური მოძღვარი, ზოგიერთი მკურნალი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რეიკის არსებობის შესახებ ნუ ალბათ ეგრევე შეიტყობდით რაღაცა სხვადასხვა რომელს ქობულეთში იყო ხო მე მგონი პირველად შაშანძი ქობულეთში იყო კიდე დანარჩენი კუმისში იყო 16 წელს. არის ფენომენი გარკვეული რომელიც 7 პერიოდის დროს არ ვლინდება, მაგრამ რო იწყება აგზნება დედამიწაზე, ამ დროს ისევ იმ ადგილებში სადაც ანომალური ზონები არის და სადაც მანამდეც და უშუალოდ 80-იანებში აღენიშნებოდა რაღაცა, ისევ იქ იწყება ანომალური რაღაც აქტივობა, ხო, დაწყებული კუმისი, მარნეული, ბოლნისი, ნაფარეული კახეთში, სამეგრელოში, ამერე უკვე 2000 2 წლის წინ 2024-ში თუ არ ვცდები. ეს იყო ქობულეთი, ჩაქვის მიდამოების მაღალმთიან სოფლებზე საუბარი. ანუ გარკვეული ანომალია ხა. ნუ აქ რეიკი შეარქვეს ამ ადამიანებმა, იქ სხვა სახელი, ამიტომ ეს ფენომენია გარკვეული, რომელიც ნუ იკვლევს, დავარქვათ რაღაცა ძალა, რომელიც იკვლევს არსებულ ტერიტორიას და იმ არსებული ტერიტორიას მოკლევის აღებული რაღაცა ნიმუშებიდან დაუშვათ და შეუძლია წარმოდგენა შეიქმნა რა მდგომარეობაშია საზოგადოება დაახლოებით რა ელოდებათ რა აგზნება დედამიწაზე რა აგზნება იყო შემთხვევები როცა აღწერდნენ ჩამჯდარ ადამიანის მაგვარ არსებას რომელიც მიწაში ანათებდა იკვლევდა თითქოს მიწას და მე იმავე პერიოდში დაუშვათ 2-3 დღეში თურქეთში მოხდა მიწისძვრა რა იქ სხვაგან დაინგრა იტალიაშიც იყო გავსი რაღაცა აქ რაღაცას იკვლევდა აქტიურობდა და ამ დროს იქ მოხდა მიწისძვრა ანუ ის ძალები როგორც ჩანს იკვლევენ აკვირდებენ როგორც ადამიანებს ესევე დედამიწის აქტივობას და არის გარკვეული რატო ესროდა მაშინ სახლი ეს ქვების როლა ეს ხშირად არის ხოლმე ანომალური მოვლენების დროს ეს არის გარკვეული გაფრთხილება რომ ნუ გამოხვალ ამიტომ რომ ის რაც დადის ის ზალა იმას ექვემდებარება და გარკვეულ გრაფიკს ის რაღაც გარკვეულ დღეებში მოდის და გარკვეულ საათებში ამ სოფელში არის დაუშვათ 10-დან 12-მდე სხვა სოფელში 1-20 კილომეტრის მერე
იქ 12-დან 2-მდეა და ესე მურგიობით დადის და ამ მოსვლის დროს აქ მას გარკვეული დანიშნულება რომ რაღაც გაიაროს მაინდამაინც ამ გზაზე და აქ ერთ ძალაზე არ არის საუბარი, ეს ძალები არის როგორც მაგალითად სოციალიზაციის წარმომადგენელი, ასევე რაღაც ფარველობის სისტემები ჩვენ რასაც ანგელოსთან დასვიდახით, ასევე გარდაცვლილების სისტემატიკა, ასევე შეიძლება იყოს მიჯაჭვული სული გარკვეული რომელიც ვერ განთავისუფლდა, გარდაცვლილები და ასევე შეიძლება დემონური სამყაროც იყოს. ამიტომ თავიდან რაღაც ერთი სახელის მინიჭება ამაზე რომ ეს მაინდამაინც ეს არის არღის რომ არ ვიცით ხოლმე რა არის და მათ შორის კონტაქტის მსვლელობის დროს, როცა თვითონ მუშაობამ ადამიანებთან ამ ოჯახთან და იქ ამშვიდება აწყნარებ, მაშინ ეს კონტაქტის სახეს იცვლის. იყო შემთხვევები, რომ სხვადასხვა ძალა მოსულა, ხან ერთი მოსულა, ხან მეორე, ხან მესამე და ესე ვთქვათ, თუნდაც სხვადასხვა ცივილიზაცია მოსულა. ან და აღმოჩნდება ის, რომ სანამ ჩამოყალიბდებით ვინ არის, რა არის და ასე ვთქვათ, ვერ ვეძახით, ვიძახით, რომ ფენომენია გარკვეული ოჯახში, მაგრამ მე უკვე ვაკონკრეტებთ, რომ რა ძალა იყო მოსული, რა ძალა წავიდა და რისთვის თავარი თემა რატომ მოდიან, რისთვის. აი, ისე იმ შემთხვევაში თუ მოაჩინეთ, რომ ბოროტი ძალა ხო, ეს ბოროტი ძალა. ეს დემონური გადის ადამიანებთან კონტაქტზე, მაგ დროს რა საკეთებთ? არაფერს, ნუ ჩვეულებრივად ამ ყველაფერს ჯერ ერთი როცა ამ კონტაქტი იწყება, ვაფრთხილებთ ხოლმე იგივე მღვდლებს. რითი ხვდებით? ხალხი იწყებს რეკوას, რომ ესეთი რაღაცა შეშინებული ვარ, შეშინებულები არიან, აღწერენ ამ ყველაფერს და ისეთი პანიკა ტრიალებს, რომ რა ვიცი, საშინელებაა და პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ვაფრთხილებთ იგივე სამღვდელოებას. მე თვითონ ოჯახში დაკვირვების დროს ხო რა ხდება, როგორ ხდება, იქ გამოჩნდება რატო არის ეს ძალა მოსული, ერთი ვინ არის, რა ძალაა დაუშვათ და მეორე რატო მოვიდა. ტყუილობრივად არავინ არ მოდის ეს ყველა ადამიანს აქვს დაცვა თავისი მფარველობა და დაუშვათ თუ მოშლილი ამ მფარველობა, მაშინ ის უარყოფით იწრება და იქ გამოკვეთ ხოლმე რომელ ადამიანთანაა დაკავშირებული ეს ვის გამო მოდიან დაუშვათ. საერთოდ მაინტერესებს ეგზორციზმი ხშირად ტარდება თუ არა საქართველოში? ხო და საქმეს მაგაშია რომ აი ეს ტყუილა უბრალოდ სული არ შემოვა, რაღაც არ შემოვა, რაღაც ძალა არ შემოვა, ეს არის რომ ადამიანს ფარველობა აქვს დაკარგული. და ხშირად ხდება? ხო და არის ხოლმე ბევრჯერ ხდება. ეს არის მაგალითად ეს არის წამლების არასწორი მიღება, ეს არის ნარკოტიკების არასწორი მიღება. ეს არის გაქანებული ათეიზმის შინაგანი და რაღაცა სისულელეს თქმა და კრეხელური თემატიკის თქმა, მით უმეტეს ადამიანისთვის, რომელსაც ზემოდან მფარველობა და ნიჭები აქვს და აი ზუსტად მაგას შეიძლება არ გაუტაროს ზეცამ. ნამდვილს მის მეგობას, რომელიც არაფერი ნიჭები არ აქვს, ის იძახის რაღაც სისულელებს და არაფერი, მაგრამ აი ის რომელსაც რაღაც სულიერი რაღაც გზა უნდა კონდეს ეს და დადებით და მის თანამის შობლებს, ამ შტოებს სულიერს ქონდა რაღაც მნიშვნელოვანი ფუნქცია. ის როცა თუ პატარა რაღაც კრეხელობაზეც შეიძლება დაისაჯოს და იქ მერე შეძვრეს ძალა. მინდა რომ დაგისვათ შეკითხვა ჩემზე პირადად. მე მაგალითად მაქვს საშინელი მიდრეკილება, ამას არ ქვია, დამოკიდებული ვარ ბუნებაზე. ოღონდ თუ რაღაცა გადავაცილე რაღაცა დროს, თქვათ ერთი კვირა არ გავედი ბუნებაში. ხვდები ცოტა ბრაზიანი. ცოტა არა, ძალიან ბრაზიანი ხვდები. აგრესიული ვარ, დემოტივირებული ვარ და ადგილს ვერ პოულობ საკუთარ ტყავში და საერთოდ თბილისშიც. ამას რამე ახსნა აქვს? კი როგორ არა. ხეებთან, ბუნებასთან, მიწასთან უნდა ვიყო აუცილებლად ახლოს. აი ეს მოძრაობა, რაც არის ენერგიის მოძრაობა ადამიანში, რაც არის ნიჭები, რაც არის ნიჭი მოსული სხვასთან მსახურებისთვის, ამ ყველაფრის ადამიანი არის მიმღებ გადამცემის საშუალება, როგორც აქაური ინფორმაცია ზემოთ ადის, გარემოსთან დაკავშირებული, ასევე ზემოდან ნიჭები და უნარები ინტუიციური გზით, ესა ნათხემისეული ნაწილი ტვინის ლოგიკური, ეს აქაური ინფორმაციის მიღება. ამავე დროს აი ეს ნათხემისეული იქიდან აქეთ გადმოგაქვს ინფორმაცია და ასევე ადამიანი ხდება იმ ღვთაებრივი ინფორმაციის მიმღებ გადამცემი და ეს ღვთაებრივი ინფორმაცია და ენერგია უბრალოდ ეს არის ერთიანი ენერგია, მას პლუსი მინუსი არ აქვს. ადამიანი გამოაწერებს ენერგიას თავის განწყობიდან გამომდინარე, ეს ანიჭებს ან პლუს, ან მინუს, ან დამანგრეველს ხდის ამ ენერგიას, ან მაცოცხლებელს. თუ ვერ განიმუხტა, როგორც თქვი, დაინახეს აძლევენ ენერგიას და ინფორმაციას, მაშინ გადაივსება და ბუშტის ეფექტს ეძახი რა, რაც გადაიბერება, მით უფრო დიდი ხმით წკდება. და ეს უარ მოხდეს, ეს განმუხტვა საჭირო, ბუნებაში გასვლა, განმუხტვა, თუნდაც იმ ხესთან ერთ ენერგეტიკულ სხეულად ყოფნა, ამ ენერგიების გასვლა და დაუშვათ ახალის რაღაც დამუხტვა.
და ამიტომ არის საჭირო, ეს არის აუცილებლობა, ეს არ არის უბრალოდ სტილი ცხოვრების და ჩემი არჩევანი, ეს არის საჭიროება, რითიც მე თავისუფლდები ამ ენერგიებიდან. ადამიანები თავისი სიხშირიდან გამომდინარე ხედავენ რაღაცებს, ანუ მე თუ ვარ მაგალითად შეიძლება არასწორად თქვა, მაღალ სიხშირეზე შესაძლოა რომ ბევრად უფრო მეტ რაღაცას აღვიქვამდე და ვხედავდე ზებუნებრივს. თუ არ დაბალზე, ეს შეიძლება ვერ მოხერხდეს. ნუ ამას სიხშირეებს ეძახიან ბოლო 1 წელი მოდაშია სიტყვები სიხშირეები და ასე შემდეგ ვიბრაციები, ჩვენ ეს ვიბრაციაზე, ანუ ფაქტი ის არის, ეს არის ადამიანის თვითონ არსებობს ჩვეულებრივი მდგომარეობა, არსებობს მდგომარეობა, როცა მას გაზრდილი აქვს აურა. ნუ ქართულად ხივგარს ვეძახით ამას. ეს შეიძლება დამიდაბლდეს, გამეზრდეს, გამიდაბლდეს, გამეზრდეს. ხო, როცა გაზრდილი აქვს აურა, როცა ფუნქციონალი აქვს მოსული, რომ მანის უნდა აკეთოს, რისთვისაც დედამიწაზე მოვიდა, ხდება ტრანსფორმირება ადამიანის და ეს ორი სხვადასხვა ადამიანია. რომელიც პრაქტიკულად ახალი ცხოვრება დაიწყო ამან, ახალი ზემოქმედება დაიწყო. ჩვეულებრივ შემთხვევაში ბიზნესმენი იყო, ამ შემთხვევაში სახალხო მკურნალი გახდა დაუშვათ, ან დიდი გურუ გახდა, რაღაცა გახდა, ნუ 1000 რაღაც შეიძლება გახდა, შეიძლება ხატვარი გახდა, შეიძლება პოეტი გახდა და ეს ორი სხვადასხვა პიროვნებაა. აი ესენი ერთმანეთს ვერ უგებენ ერთდროულად, ერთი უზომოა, ერთი ეგოისტია გაქანებული, ერთი ისა და ეს იგივე პიროვნება, ეს უკვე სხვა ხდება. ანუ დაუშვათ დაღვინდა, გარდაიქმნა. თქვენ თუ გქონიათ რამე აი ზებუნებრივი ანომალური, ოღონდ აი ყველაზე მძიმე და რთული და ისეთი გასაოცარი кейსი თქვენთვის. რა ვიცი, ჩემს ცხოვრებას უანომალია. აი არ გქონიათ ერთი ისეთი кейსი, რომელმაც აი საერთოდ ამოგატრიალათ და გაგაგიჟათ. აი ყოველ დღე ამ შეხვედრებით ადამიანებთან არ მახსოვს ხოლმე დილას რას ვაკეთებდი, იმ დოზის მდგომარეობაში შედივა ხოლმე ადამიანის და ვკითხულობ მის შესახებ პრობლემატიკას და ეს ზოგიერთი ადამიანია ჩვეულებრივად რომელიც კონტაქტობენ სხვადასხვა წმინდა ძალებთან, ზოგიერთი არამიწიერ ცივილიზაციებთან, ამიტომ ეს ყოველდღიური თემატიკაა, თორემ მე თვითონ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას ვხვდები, ნუ ესა თქვა, ეს ჩემი საქმიანობაა და ახლა საქმიანობაში რო თქვა, რომელი იყო მნიშვნელოვანი, ყველა მნიშვნელოვანია. და ყველა გაძლევს გარკვეულ ცოდნას, გამზადებს რაღაცისთვის. ედი და ლორეინ უორენები იცით? არ ვიცი. ხო, ცნობილი ცოლ-ქმარი იყვნენ და გამახსენდა და ეხა თქვენს. ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ. ოღონდ ეგ საშინელებათა ჟანრში, ნუ მე ფილმები გადაიღეს ამ წყვილზე. პარანორმალურ შემთხვევებს იძიებდნენ და თან ნუ ოჯახებს ეხმარებოდნენ და ძალიან ცნობილი ცოლ-ქმარი იყვნენ. უბრალოდ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ყავდათ ირგვლივ, რა თქმა უნდა, იმ წლებში. თქვენ ამბობთ, რომ სიყვარული არის ყველაზე დიდი წამალი. მარტო წამალი არის, ეს ჩემს შემთხვევაში ეს არის ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მე როგორც სპეციალისტი მე არა ვარ ჩვეულებრივად ან ფსიქოლოგი, ან მოდელი მარტო, ან რაღაცა. მე ვარ სხვადასხვა დარგის სინთეზი ვარ. აქედან გამომდინარე, როცა ადამიანთან მუშაობ, ეს არ ვიყენებ რაღაც მეთოდს ფსიქოლოგიურს თუნდაც და მუშაობაში დავაკვირდი, რომ როცა ადამიანთან მუშაობ, ვაძლევ ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი. იქ უნდა ჩაერთოს ნდობა, იქ უნდა ჩაერთოს ენერგიის მიღება, იმიტომ შეიძლება გამოფიტული მოვიდეს ადამიანი. იქ შეიძლება ისეთი დანგრეული იყოს და წარმოდგენები არ ქონდეს საკუთარ თავზე, რომ საერთოდ ნადგურდებოდეს, გარემო ანადგურებდეს და აი ამ დროს რომ შენ გახდე კარგი მიღებ-გადამცემი ინფორმაციის ადამიანის შესახებ დაუშვათ და კარგი ინსტრუმენტი მოქმედების, რომ მე ვერ მივიბავ ადამიანს 2-3 წელი ვატარო ჩემთან რაღაც სესიებზე. აი ეგ უნდა მეკითხა, მაგრამ მიჯაჭვულობას არის. ხო, ჩემი ამოცანაა, რომ იქ რამდენიმე საათში მხოლოდ ბიზგი მოვახდინო ადამიანში, რომ მე ამან შეძლოს თავის კალაპოტზე სწორი სვლა და თვითონ აირჩიოს მე თავის ნება გაძლიერდეს. ამიტომ მივხვდი მუშაობის დროს ეს ნელ-ნელა რომ მარტო ინფორმაციის მიცემა არ არის საკმარისი. აქ დოზის სიყვარული უნდა ჩავთო, რომელიც იქნება მისთვის გამათფობელი დაუშვათ. შენ ამ დროს ხარ მიღებ-გადამცემი მისი ინფორმაციის და ზემოდან ესე თქვა და ამას ყველაფერს სჭირდება ჯერ რომ მიიღო ადამიანი, შეიყვარო ადამიანი. ამ შეყვარებას სჭირდება რომ შენ შეძლო კონცენტრაცია ერთ ადგილზე და ყველაფერი ჩახსნა გარემო და ამ დროს არც დედა არ ყავს, არც ცოლი, არც შვილი, არავინ ყველაფერი უნდა გადადო და მთელი სიყვარული უნდა გადმოდო ადამიანზე, გამოხვიდე შენი ეგოიზმიდან და მისთვის რა არის უკეთესი ის ფიქრო. ზოგადად მსგავსი შეხვედრები ცლის ადამიანს, იმიტომ რომ სულ ამ სიყვარულს გავსებ და მეც მინდა საიდანაც დავიმოხტო, ხო?
ეს დამუხტვა შეიძლება მოხდეს მოფერებით ადამიანური, შეიძლება მოხდეს თქვენასაც ბუნების გასვლის, ბუნებაში გასვლის. შეიძლება მოხდეს იმითი, რომ მე რაც მიყვარს, მე რაც მაუსწრებს, მაგალითად გამომგონებელი ვარ და მანქანებს ვაჯვარებდი მთელი ცხოვრება და რაღაც ვაკეთებდი, გამოვყავდა რაღაც მონსტრები და რაღაცები, ავტომობილები, იმ მიშკეთების დროს კარგად ხდებოდა. პატარა მანქანები თაკეთებ, დიდი მანქანები. და ამიტომ დავიდე პატარებით დავიწყე, მე გაიზარდა სტარტამაშების ზომა. სამხატვრო აკადემიაში გასწავლიდნენ მაგას ხოთ, შეიძლება ძალიან საინტერესო. ხო და ამიტომ აქ არის საუბარი იმაზე, რაც მე მუხტავს, თუნდაც მიციერად, რაც מחარებს, აი იმის კეთების დროს ტვინით შეება, იმ მუხტები ფიზიკური სხეული ძლიერდება და მე მზადხები, რომ შემდეგი რაღაც აკადემია იყო ამ ადამიანების. მე მაინტერესებს თქვენ გაქვთ თუ არა რამე ფობია? ფობიები მქონდა, მე კიდე ფობიებიან ადამიანებს ვიზიდავდი და არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემ დროს. მე მეშინოდა დავუშვათ ობობების რაღაც ატომღაც. კიდე რისი? აი ეს ობობის თემა იყო. მე როცა 2007 წელს რაღაცა ჩემი მცირე რაღაცულება დაიწყო, მოხდი მალაიზიაში მახსოვს და ამ მალაიზიაში ძილის დროსაც რო გადაირბენდნენ ობობის სახეზე იმას შევეჩვიე მე. მე დავაკვირდი დაუშვათ და რაღაც შევიყვარე და ეს ფობია მოიხსნა. საბოლოო ჯამში ეს არის რაღაცა ძველი სიღრმისეული ტრავმების რაღაცის შედეგია. ეხლა როცა მუშაობ, ეხლა ხვდები. შე შემთხვევაში შეიძლება ტრავმასთან კავშირი პირდაპირ არ იყოს, დაუშვათ ობობის ნაკმენი არ ქონდა რაღაცა, მაგრამ რაღაცნაირად მაჩვენებელია შინაგანი პრობლემების, რომელიც რაღაც შიშს გაამძაფრებენ. მე როცა მოვიდა გარკვეული ცოდნა და ამუშავე, აღმოჩნდა საიდან მოდიოდა ეს შიში გარკვეული. ჩემ შემთხვევაში მცირე ასაკში, 13 წლის ასაკში, ყაზბეგში მომიწიან კლდიდან საიდანაც განმოხტომა რა, უკვე გადაღლილზე რაღაც ვიფშირე დავიმოკლებდით გზას და იქ გადავრჩით და იმის მერე რაღაცა უფრო ფრთხილი გავხდი, იმიტომ რომ საერთოდ სიფრთხილის შეგრძნება არ ქონდა. როგორც მოხდა ამის გაანალიზება, იქ რაღაცები დაალაგდა. და მე თუნდაც გარე სიტუაცია ეს ფობიებია ჩვენ მეგობრებს და არ ინტერესებს ხო ვინც უყურებს ამას. ვიზდავდი მთელ ცხოვრებას პრობლემატულ ქალბატონებს რა და ყველას ჰქონდა ფობია. ერთს ჰქონდა პეპლების ფობია, მეორეს აუშვათ ის წყლის, მესამეს ლიფტის და ასე შემდეგ და ვფიქრობდი რა ჭირთ ამათ. ჩემთან ურთიერთობაში ამათ ეხსნებოდათ ეს რაღაცა ფობიები. მე მინდა რომ მოგცეთ რჩევა ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც ბოლომდე არ გვაქვს ალბათ ცნობიერი ჩამოყალიბებული და კიდევ ვხვდებით რისთვის დავიბადეთ. ჩვენი ნიჭები არ ვიცით. აი რჩევა რომ მოგცეთ, როგორ ვიპოვოთ? რა, პრობლემა იმაშია რომ თვითონ ჩვენ აქ მარტო ადამიანის სიტუაცია გვაქვს, რომ მან არის ის ნიჭები, არამედ კიდევ პრობლემა იმაშია რომ დაუშვათ მას პრობლემა ბევრმა ჩაუკლა ეს ნიჭი. თუნდაც 90-იანებში შუქი რო არ იყო მთელი დღე ამან გამოიწვია ღრმა დეპრესია მე 10-15 წლის მერე, თუნდაც აი როცა ვერ იღებდა შუქს, ხო? თუნდაც თვალებს კერი, იქ ფოტონებს ვერ იღებდა და გამერე განვითარდა დეპრესია და აი ეს დეპრესიული ხალხი აჩენს მეორე თაობას, მესამე თაობას და ანგრევს ერთმანეთს. მით უმეტეს ეს ხალხი რომელმაც ვერ გააკეთა მომების და უბედურებების გამო აქ თავის დროზე, აქ რაღაცა რეალიზება საკუთარი თავის, უკვე შემდეგ თაობას რო ზდის, აი ამ თაობას ანგრევს და დაუშვათ რაც თვითონ უნდა და იმის რეალიზებას უკეთებს ამბავს და ამბავს სხვა გზა აქვს. ყველა თაობას აქვს თავის პროგრამა გასაკეთებელი. მით უმეტეს მე როცა ნიჭიერი რაღაც შტოდან მოვდივარ პირობითად თქვათ, მე ჩემი გასაკეთებელი მაქვს, იმ მეორეს თავის გასაკეთებელი, მესამეს თავის და ძალიან ფაქიზია რომ არ უნდა ჩავერიო, რაღაცნაირად გვერდში მეგობრულად დაუდგე, მაგრამ ჩემ ხარეს არ განმოვიყვანო. ამიტომ თაობა რომელსაც არაფერი არ ქონდა 90-იანებში, არ ჯუქი არ რაღაცა იუბილეინა იყო ეს პეჩენი, ამ პეჩენიაზე და ჩაიზე გაზრდილი თაობა, რომელსაც მოაკლდა იქ რაღაცა ელემენტები, რომელსაც ტვინი სხვანაირად მუშაობს, რომელიც დეპრესია განვითარებული და ასე შემდეგ, ხშირ შემთხვევაში ამ რეალიზებანი მოახდინა. უკვე შემდგომში როცა რაღაც დოვლად შეიქმნა გარკვეული, ეხლა ესენი ჰიპერტროფირებულად, გაზრდილად, გამძლავრებულად ცდილობენ რომ ამ თავის შვილებს გაუკეთონ რაღაცა და
ხშირ შემთხვევაში კერძო სკოლებში არის ხოლმე მასზე რაღაცა კარგად სანახავი, რომ დედა რომელმაც ეს ვერ მიიღო თავის და ტენის ამას კერძო სკოლაში გარანტიები უნდა სამცხამყოროდან ატარებს ბალეტზე არა და ამბავს საერთოდ არა აქ ამ ბალეტის ნიჭი არც უნდა და წვალობს, იმიტომ ბალეტი ძალიან დიდი შრომაა და ძალიან დიდი ტკივილია. ატარებს ყველგან არის საჭირო თუ არ არის საჭირო. ამ დროს ვერ ამჩნევს იმის ნიჭს და აქედან გამომდინარე რაღაც ავტომატურად აი ამ საწყალბაურს ამახინჯებს რა. აი ნიჭების გაღვივების თემა არის აუცილებელი თემა. მით უმეტეს როცა ამ ერში რომელშიც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ნიჭების და თუნდაც მე-20 საუკუნეში ამ ნიჭების ამოფრქვევა მოხდა დიდი დოზით და ზუსტად ამ ერმა ისევ ახალი სიტყვა უნდა თქვას ამ ყველაფერში. ჯერჯერობით მოჩანჩალეთ გამოვდივართ, იმიტომ რომ ერთმანეთს არ ვეხმარებით, სისტემებს არ ვაწყობთ ისე რომ ეს ნიჭზე იყოს ორიენტირებული. ამ ნიჭიერ ტიპების ძიებას არ ვაკეთებთ, სამთლით არ დავდივართ და ამ ნიჭიერ ადამიანებს გასაქანს არ ვაძლევთ. თუნდაც ამ სიტუაციაში როცა ეს ამდენი საინტერესო ადამიანია და ჰაბიტუსზეც კი ეტყობა ჩვენ ახალგაზრდებს ხოლმე მეტროზე დავდივარ ხოლმე დღის განმავლობაში, რამდენად საინტერესო ხალხია და მთავარია იცოდნენ ამ ბავშვებმა რომ თუნდაც გარემო ძალიან მკაცრია ჩვენი, იგივე ოჯახები დაუშვათ, იგივე სოციალური რაღაც სიდუხჭირე რთულია და ხშირ შემთხვევაში ოჯახი ვერ არის ხოლმე მიმღები ამ ნიჭების და ამიტომ რაღაცნაირად ის რაც უნდა ზეწოლა იყოს ან გატეხვის ცდელობა იყოს რომ გაანებია ამ ნიჭებს თავი როგორმე ძალიან ინტიმურად შინაგანად შეინახონ ეს ნიჭები აკეთონ მაინც რაღაც დრო ამოდანიტოვონ თავის ნიჭების აღსასრულებლად არ დავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ ზეციური თემატიკის რაც მოდის ნიჭების სახით დაწვა გადაგდება დახევა ძალიან საინტერესო იყო თქვენი სტუმრობა ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხართ მადლობა დიდი მადლობა დიდი მადლობა